საპრეზიდენტო არჩევნებია პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიაზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვიეთ მწერალი ლაშა ბუღაძე, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი, პროფესორი ნათელა ქუთელია და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. საღამომშვიდობისა, მე მივესალმები ჩემს სტუმრებს. მე აქვე დავძენ, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი შეიკრიბა დღეს და მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოხატა თავისი აზრი და მათ შორის იყვნენ თენგიზ კიკაჩეიშვილი და ქალბატონი ნათელა ქუთელია. მე და დავიწყო პირველი შეკითხვა დაუსვა ბატონ ლაშას. ბატონ ლაშა, აი თქვენი შეფასება მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიისა როგორ მიმდინარეობს ის? მიმდინარეობს, მე ვიტყოდი, არა თანასწორია, არ შეიძლება რომ ჩვენს პირობებში თანასწორი იყოს ეს წინასაარჩევნო კამპანია და ჩვენ ვხედავთ ახლა იმასთან დაკავშირებით საუბრობდით სულ რამდენიმე დღის წინ რომ რას ნიშნავს თქვა იმედი აღარ იქნება, ნიშნავს იმას რომ ძალიან ერთხარეზე გადაიხარა ჩემის აზრით ინფორმაცია საქართველოში სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და უფრო სახელისუფლებო გახდა მე ვფიქრობ ტელევიზიების მუშაობა. მაგალითისათვის მოვიტანდი დღეს მაგალითად ზემ აჩვენა გუშინდელი მიხეილ სააკაშვილის თან შეხვედრა ინგა გრიგოლიასი. რამდენად გამართლებულია მაგალითად თქვენს დაგისვამთ ამ კითხვას ასევე აჭარას უშენები მე არ მინახავს. თან ლოგოს გარეშე აჩვენეს პირდაპირ მზეზე და მე ვფიქრობ რომ მაგალითად ეს უბრალოდ არაწესიერი საქციელი და არ მგონია რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მისთვის პირადად იყოს ესეთი ცალმხრივობა კარგი. რატომ? უბრალოდ გადაცემა გაიმეორეს ეს კერძო ტელეკომპანიის ალბათ უფლებაა. არა მგონია რომ ნორმალურ შემთხვევაში მართლაც რომ კერძო ტელეკომპანია იყოს ეს პირიქით სტოვებს იმ შთაბეჭდილებას სადაც საზოგადოების ძალიან ხშირად ლაპარაკობენ რომ ფაქტიურად რუსთავი 2 და მზე ერთი და იგივე კანტორაა. მე შეგეკითხებით რა ხან მედიაზე ჩამოვარდა საუბარი. დამშვენია მედიის როლი ასაგურა. რა თქმა უნდა, მე შეგეკითხებით მედიისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე. აი დღეს ალბათ ნახეთ ჟურნალისტებისა და ლევან გაჩეჩილაძის და გოგა ხაინდრავას არც თუ ისე სასიამოვნო საუბარი. ამას რა შეფასებას მისცემ? ესეც გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელია რომ უნდა ნაჩვენები იქნას როგორ არ ვარგა ოპოზიცია. პრინციპში ჟურნალისტი ეკითხებოდა, შეიძლება ასე ითქვას, ეკითხებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ ხართ თუ არა მკვლელთან ერთად. რა უნდა ეპასუხათ ასეთ კითხვას? შეკითხვა იყო დასმული ასე, თქვენ უკან მოიაზრება თუ არა ბადრი პატარკაციშვილი. ხო, კი ბატონო, ჩვენ ახლა ბადრი შეიქმნა სრულად უარყოფითი აზრი, რაც შეესაბამება სიმართლესაც და ეკითხებიან რომ თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელსაც პატარკაციშვილი და მაგრამ სულ იყო საუბარი რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და ბადრი პატარკაციშვილი ხვდებოდნენ ერთმანეთს, საუბრობდნენ გარკვეულ თემებზე. ბადრი პატარკაციშვილმა დააფინანსა ცივილიზებული მართვის ორგანიზება, ასე დაარქვა მან 2 ნოემბრის აქციას. მაშინ სრულად ლოგიკურია თუ ჟურნალისტს უჩნდება ამ საკითხში შეკითხვა, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოდის მე პირდაპირ ვიტყვი ასეთი აგრესია, მე არ მგონია ეს მათ სისხლზე ასხამდეს უთხოვთ. სამწუხაროა რომ ოპოზიცია ძალიან უსუსური არის ჩვენს ქვეყანაში. ბატონ თენგიზ, წინასაარჩევნო პერიოდს თქვენ როგორ შეაფასებთ? ეხლა მე შევაფასებდი ცხადია თავისი ხარვეზები აქვს ამ სულელობას, მაგრამ მე მაინც ესე ვფიქრობ რომ თავარი აქ არის ის რომ ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია ერთი რამით უნდა იყოს გამსჭვალული და ერთი რამ უნდა ჰქონდეს გათავისებული და მაშინ მეორე ადგილზე გადავა ჩემის აზრით თქვა რამდენი დრო დაეთმობა ოპოზიციას თუ პოზიციას და ეს არის ცოდვის ტვირთზიდვა უნდა რომელსაც არ აღასრულებს ზოგიერთი წარმომადგენელი ოპოზიციისა და მე ვიტყოდი რომ თვით ხელისუფლებაშიც არის ზოგიერთი ისეთი პიროვნება რომელიც ამ მისიას ამ ვალდებულებას მთლიანად არ აღასრულებს. აი ჩემი აზრით ეს უფრო მთავარი არის ვიდრე ის თქვათ რომ დაეთმობა თუ არა
რომელიმე კანდიდატი იქნება თუ რომელიმე ჯგუფს ეთერის რა დრო, იმიტომ რომ ჩადენილ ცოდვას რანაირადაც არ უნდა ალამაზებდე, არაფერი არ გამოვა. ზოგადად კი ვიტყვი, რომ არ შეიძლება თქვა იმისა, რომ ეს და საერთოდ ყველა ქვეყანაში ეს ხდება. ყველა გამოთქვამს უკმაყოფილებას თავის მიმართ გამოყოფილი დროით, მაგრამ კიდევ ამბობ, საქმემან შენმა უნდა გამოგაჩინოს და აპელირება იმაზე, რომ თქვა მე არ მithმობს დროს. არის ახლა ისეთი პიროვნებები, რომელიც იძახს დროს არ მithმობენ, რაც უნდა დრო დაუთმონ, იგი ვერ გალამაზდება საზოგადოების წინ. თუმცა ამის მე სულ არ ვამბობ იმას, რომ უკაცრავად ჩაგეტრებით არის დასკვნები სხვადასხვა ორგანიზაციის, სადაც საკმაოდ დიდი დრო ეთმობათ. ხშირ შემთხვევაში ყოფილა დღეები, როდესაც ვთქვათ, მმართველი პარტიის წარმომადგენელზე მეტი დრო დათმობია ეთერში ოპოზიციის წარმომადგენელს. მით უმეტეს. აი მე ესეთი პოზიციით უყურებ, თუმცა არავითარ შემთხვევაში ამით იმას არ მოუწოდებ ვინმეს, რომ აი თუ ამან ვერზიდა ის, რაც ამძიმებს რაღაც მის წინააღმდეგ, რაღაცა უნდა განხორციელდეს უარყოფითი. ბატონო, თქვენ ხარვეზები ახსენეთ, მედია კუთხით ეს საკითხი გასაგებია, გამოითქვა პრეტენზია. სხვა ხარვეზებს წინასაარჩევნო პერიოდში რას ხედავთ, რაც კანდიდატებს არ აძლევს საშუალებას იყვნენ თქვა თანაბარ პირობებში. გარდა მედია კუთხის ამ საკითხს. ამაზე მე პასუხს ვერ გავცემ, ამას უნდა სპეციალური სამსახური და იმის მიერ მან უნდა დაადგინოს ეს ხარვეზები. ისე მე ვხედავ ზოგიერთი ხარვეს ერთ ბანაკშიც და მეორე ბანაკშიც, თუნდაც იმ თვალსაზრისით როგორ წარუდგება იგი აუდიტორიას და ასე შემდეგ. აღგულისხმობ მიტინგებს, რომელიც ტარდება, ან შეხვედრებს, რომელიც ტარდება ღია ცის ქვეშ. იქ მე მგონი უფრო ბუნებრივად და გაწონასწორებულად არის ზოგიერთი რამ. თვითონ ხალხის რაოდენობას ეტყობა ეს ხალხის განწყობას, მაგრამ აი დახურულ შენობაში რომ არის, იქ შეიძლება მეტად შეამჩნიო ეს, რომელსაც მე შემიძლია რაიმე შეფასება მივცე, ისეთი მკაფიო და მკვეთრი. ლაშა, თქვენი შეფასებაც საინტერესოა აი ამ წინასაარჩევნო კამპანიაში. გასაკვირველია, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მეც მინდა გამოვეხმაურო ლაშას, მინდა დღევანდელ დღეზე იყო, უბრალოდ დღევანდელ დღეზე იყო კომენტარი ლაშას მხრიდან, მეც მომეჩვენა რომ შეიძლება ეს დეტალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყურადსაღები, კარგია რომ საქართველოში შეიქმნა მედია საბჭო, რომელიც გარკვეულ კორექციას ახდენს საერთოდ აი ამ პროცესისა, წინასაარჩევნო პროცესისა და მეც რბილად რო ვთქვათ, უხერხულად მომეჩვენა, როდესაც სხვა ტელეკომპანიებმა გაიმეორეს რუსთავიორზე მოწყობილი თოქ-შოუ, უпростоრად კი შეხვედრა ერთ-ერთ კანდიდატთან, თუ კი ასეთივე ანალოგიურ ნაბიჯს მიმართეს სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, მაშინ ცხადია სხვა სიტყვისა იქნება. მე ნამდვილად ვერ ვერკვევი ამ იურიდიულ დეტალებში. ეს იყო პრაიმ ტაიმის პროდუქცია, რომელიც გავიდა რუსთავიორზე, არ ვიცი, შეიძლება ეს არის პრაიმ ტაიმის გადაწყვეტილება, რომ გავიდა მზეზე. მე არაფერს არ ვამტკიცებ, ეს კანდიდატიც ამ პროცესების მიმართ, იმიტომ რომ საერთოდ ასეთმა მე ვფიქრობ შედარებით უფრო დაუხვეწავმა ნაბიჯებმა ამ მხრივ შექმნა საბოლოო ჯამში კრიზისი. ასე რომ ყურადღება მართებს. ეს არ არის ამ შემთხვევაში იცით რა არის ეს კრიტიკა ნუ იქნება აღქმული ნურც ჩვენი ესე ვთქვათ ძვირფასი ბატონი თენგიზისა და ქალბატონი ნათელას მხრიდანაც, იმიტომ რომ ეს არის ისეთი სახის კრიტიკა, რომელიც უნდა გაითვალისწინო. როდესაც ასეთი სახის კრიტიკას 4 წლის წინაც აღიქვამდნენ თმობად, საბოლოო ჯამში ეს გადაიზარდა იმათ, რათაც გადაიზარდა. ასე რომ ეს არის ისეთი სახის მითითება, სადაც არანაირი კონტექსტი და ქვეტექსტი ამ სიტყვების უკან არ ადგას. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად წინა საარჩევნო პერიოდს, ეხლა ბუნებრივია რომ
ჩვენ გვაქვს ალბათ ეს შედგება რაღაც კომპლექსური არის ეს ჩემი შთაბეჭდილებაც ისევე როგორც ნებისმიერი აქ მყოფი ადამიანისა ერთია უნდა აღინიშნოს რომ მე თავიდანვე მეც და ჩემი მეგობრებიც სულ მქონდა ეს მოლოდინი რომ პადრი პატარკაციშვილი გაეთიშებოდა და მინდოდა ყოველ შემთხვევაში რომ თუ კი თვითონ არ გაეთიშებოდა ამ თამაშს, ამ პოლიტიკურ თამაშს, სრულიად ოდიოზური და გაუგებარი მოვლენა ოპოზიცია ყოფილიყო მისგან დისტანცირებული, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გაისმა მკაფიოდ და საერთოდაც მე მგონი არ ხდებოდა ამ დისტანცირების ხაზგასმა და აი ეს კანდიდატები რომლებიც დარჩენ მე ამით კმაყოფილი ვარ იმით რომ აი ეს მოთამაშე აღარ არის ამ წინა საარჩევნო მარათონში იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ბადრი პატარკაციშვილის ნაირი ფენომენები საქართველოში ძალიან მძიმე გავლენას ახდენენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე მის საუბარში ამოვიცანი და ეს არ არის განსხვავებული ბადრი პატარკაციშვილთან მიმართებაში სიტყვა ფენომენს ხშირად ხმარობთ ერთ-ერთ წინა გადაცემაში მაშინაც ჩვენი სტუმარი იყავით რა ფენომენია თუ შეძელია ამოგეცნო ეს არა შეიძლება ეს რაღაცა გამიჭირდება ახლა ამ ფენომენის ანალიზის რო დავუთმო ახლა ჩემი დროცა და ენერგიაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის ქმედებებში და მის საუბარშიც ტონალობაშიც მე ამოვიცარი ვთქვათ რაღაც ამ შემთხვევაში თუნდაც ასლან აბაშიძის ტონალობა და ყოველ შემთხვევაში მე საერთოდ აი ასეთი სახის ოლიგარქების მიმართ თუმცა არ არის ახლა დღეს მნიშვნელოვანი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის რბილად რო ვთქვათ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ის ოპოზიციური კანდიდატები რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილნი ბუნებრივია რომ ჩვენ ყველანი ველოდებით 5 იანვარს ყველა გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არის შთაბეჭდილება მექმნებოდა აქამდე და ნუ ნაწილობრივ დღესაც ასეა რომ და უცნაური ხალხი ვართ ქართველები ყველა უკვე ნაწილობრივ მაინც დიდი ნაწილი თulis თავს გამარჯვებულად ასე რომ შეიძლება 6 იანვარი გათენდეს და ყველა კანდიდატმა 6-მემ გაიმარჯვოს 6-მემ თავს გამარჯვებულად ასე რომ ეს ცოტათი ტრაგიკულ-კომიკური სიტუაცია ბუნებრივია და ამ ხრივ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაინც ყველაფრისა და მიუხედავად ჩვენ დობა არ უნდა დაუკარგოთ თვითონ არჩევნების თემას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია არის უამრავი დამკვირვებელი არის უამრავი კომპონენტი და მაინც შესაძლებლობა იმისა რომ წაგებულმა მხარემ ეს იქნება სააკაშვილი ეს იქნება გაჩეჩილაძე ეს იქნება ნათელაშვილი გამყრელიძე თუ სხვა აღიაროს მოწინააღმდეგის მაგრამ არის ძალიან ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება გაყალბდეს არჩევნები და რაღაც იცით რა არის ამ შეცდომას თუ კი ხელისუფლება დაუშვებს ეხლა ეს შეცდომა დაუშვა შევარდნაძის ხელისუფლებამ და მხოლოდ სულელი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და ჭკვიანი მე მგონი არ სწავლობს პირიქით სწავლობს სხვის შეცდომებზე და ვფიქრობ რომ ასეთ შეცდომას არ დაუშვებენ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიქმნება მაშინ კრიზისი ახლა კაბატონ ნათელას უბრალოდ გავაგზავნებ ყოველ ლაშას ერთი წინადადებით რომ როდესაც მაგალითად ტენდენციურობაზე მედიისა როდესაც მედია მუდმივად უსმავს კითხვას ოპოზიციას რომ წააგებთ აღიარებთ თუ არა ამ წაგებას რატო არასდროს არ დაუსვათ იგივე კითხვა მაგალითად სამთავრობო ჯგუფისათვის შესაძლებელია თუ არა დაუშვან მათ რომ ისინი მათაც შეიძლება რომ წააგონ თქვა ხო მე არ მომწონია მართალი კითხვა შეიძლება იყო და არა მე მგონი იყო ეს შეკითხვა არ ვიცი მე მგონი იყო მე გამიგონია პირადად ქალბატონ ნათელა აი ამ წინა საარჩევნო კამპანიის თქვა დადებითი მხარეები და ის რაც თქვენთვის მიუღებელია ამ წინა არა ჯერ მე მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ იმაზე რაც რადგან აქ ლაბარაკი იყო მე ვერსად ვერ ვნახე შეზღუდული ოპოზიცია ოპოზიცია არის ძალიან ხშირად და იმაზე მეტად ხშირად ვიდრე სააკაშვილს აშვენებენ ძალიან ხშირად მთელი ამ ხნის განმავლობაში მე მხოლოდ მათ უყურებ მეორეც რაც შეიძლება ის რო ის გაიმეორეს ქალბატონმა ინგამ იმ დღეს ბრძანა რომ აი თქვენ ერიდებით ჟურნალისტებთან შეხვედრას უთხრა ეს საყვედური ეთერით გაისმა და პირადად უთხრა თუ არა ეს არ ვიცი მაგრამ შემთხვევაში ის მივიდა მანამდე
ის რომ ის საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამაში არაფერი არაჩვეულებრივი არ არის. საარჩევნო კამპანიის მთელი დღის განმავლობაში აჩვენებენ მათ საარჩევნო კამპანიას ოპოზიციისა და მე ამას უყურებ, როცა დრო მაქვს რასაკვირველია. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს მე. საარჩევნო კამპანიის დროს, აი იმ მომენტში, როცა თქვენ აკეთებთ ამას, შეიძლება ხელი შეშლა სხვა კანდიდატის მომხრეების მიერ. აი ესე იგი მიხვიდეთ იმ ადგილას და შეუშალოთ ხელი. აი როგორ შეუშალოთ ხელი, იცით? ორგანიზებულად ტრანსპარენტებით, რომელზედაც წერია მკვლელი. ამისი მოწმე ვიყავი, როდესაც ბატონი სააკაშვილი მობრძანდა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში და საინტერესო ის იყო, როდესაც მე მივახლოვდი იმ კარებს, საიდანაც მან შესრულა, მე ლექცია მქონდა იმ დროს. მითხრეს, რომ აი ამ შესაძლოიდან კი არა ქალბატონო მიბრძანდით და მეორე შესაძლოიდან იქვე მეორე მხარეს იყო, იქიდან მიბრძანდით. იმიტომ რომ აქ უნდა გაიშინჯოს ისინი, ვინც შევლენ. იმიტომ რომ რატომღაც მისი შეხვედრა მოეწყო ვესტიბიულში და ვესტიბიულში გადის 110 გზა. არავინ არ შეიძლება იქ იყოს დაცული. დაცვა მაშინ უნდა იყოს ძალიან გაძლიერებული. ჩვენ წავედით, მაგრამ იყო გარკვეული ხალხი, თუ არ ვწდები მე ვერ გეტყვით ზუსტად ეს კონსერვატიული პარტია იყო თუ კიდე რა პარტია, რა ქვია მაგათ სახელები ყველასი არ ვიცი, მაგრამ აქ მოვიდა იმ პარტიის წევრები, იდგნენ კარებთან და მე ვთხარი წამოვზანდით მეთქი, მე ხო არ ვიცოდი ესენი ვინ არიან, წამოვზანდით იქიდან შევიდეთ. არც ერთი არ წამოვიდა, მოაწყეს იქ მიტინგი, ცოტა ხანში მოიტანეს უშველებელი ეს პლაკატი, სადაც ეწერა მკვლელო. ესე იგი, ეს შეძახილები ისმოდა ისეთი სიძლიერით და ისე ძაფრად, რომ ეს მე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ხელი შეშლა თუ გამოხატვის თავისუფლება. არა, როცა ატარებს საარჩევნო კამპანიას, იქ შენ ტრანსპარენტებით მიდიხარ, შეჯგუფული ეს ხალხი, ყვირის მკვლელო. ჯერ ეს ერთი მკვლელოს რო ეძახით, ეს როგორ ფიქრობთ, ჩემზე კარგად მოქმედებს? ვის აქვს უფლება დამწამოს მკვლელობა, თუ კი არ დაუმტკიცებია? აი ამას გეუბნებით. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევები იყო. მე მოვიდნენ რამდენიმე, ამოვიდნენ უნივერსიტეტში ზემოთ, სადაც უკვე კარები ჩაიკეტა იმისათვის, რომ მეც გავსულიყავი და სადღაც წასულიყავი ცოტა ხნით, იმიტომ რომ ეს მიმდინარეობდა იქა და ნუ ახლა დაცვას არ ქონდა უფლება ჩემი გატარებისა შუაში უნდა გამევლო მაშინ. რამდენიმე ადამიანი მოვიდა, ქალები, იქცეოდნენ ძალიან უხეშად და ამბობდნენ, რომ თქვა მათ აქვთ წერილი გადასაცემი. მოვიდა დაცვის უფროსი და ძალიან მშვიდად უთხრა, მე გადავცემ მას თქვენ წერილებს. მომეცით მასთან ეხლა თქვენი მიშვება იქ არ შეიძლება. მათ რასაკვირველი არავითარი წერილები არ ქონდათ, მაგრამ ჩვენ ვისარგებლეთ ამით, მისი განცხადებით და კონგრესი, საერთაშორისო კონგრესი კავკასიოლოგებისა, რომელიც შედგა უნივერსიტეტში და რომელიც იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რომლის შესახებაც პრეზიდენტს არ შეატყობინეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მისი ინიციატივა. აი ის მასალები ვერაფრით ვერ მივაწვდენთ, მაგის საშუალება ჩვენ არ გქონდა. და მე ვთხარი, თუ ასეთი საშუალება გაქვთ, იქნებ გადასცეთ ეს მასალები, როგორც ჩაიარა კონგრესმა. მან გამოგვართვა, მოგცა თავისი ტელეფონი და კონგრესის ორგანიზატორმა დაუდოვა და გადასცა ეს ყველაფერი. ციგ არავითარი ისეთი რამ, რაც არ შეიძლებოდა იქ არ იყო, მაგრამ ის მოსული ხალხი, ხა მე აღარ ვიტყვი იმ გინებებს, რომელიც მე იქიდან მესმოდა. რო გამოვედი, მე მაშინვე მეცა რამდენიმე მათგანი, მე ვიცნობ მათ ძალიან კარგად და მომართეს ასეთი სიტყვებით, რამდენი გადაგიხადეს ფული. მე ვთხარი, რაში უნდა გადაიხადათ ფული? იცით რა, ასეთი გამოხტომები იყო, არის. შეიძლება აქეთა მხრიდანაც არის, მე თვითონ არასოდეს მივიტყვი ასეთი რამ, მაგრამ სხვები აკეთებენ. შეზღუდულ ოპოზიციას მე ვერ ვხედავ, მაგრამ რასაც მე უყურებ, ბატონო ვახო, თქვენ ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ მე 91 წელს ბავშვი არ ვიყავი და ვიყავი ზვიად გამსახურდიას
უზენაესი საბჭოში დეპუტატი ვიყავი. ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი. მე მეშინოდა და ჩემს დამოკიდებულებას აი უარყოფით იწვევდა ის რომ ისევ ის ლიდერები ვნახე იქ. ლიდერები იყვნენ ისინი, ვინც ვარდების რევოლუციის დროს ყოველ დღე დავდიოდი. იმიტომ კი არა რომ მე ამის საშუალება მქონდა ფიზიკურად. მე მინდოდა მენახა ვინ არის ეს ხალხი, რა უნდა და რა მოთხოვნები აქვს და ვინ არიან, რა საზოგადოება მოვიდა. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში დილით ხო გავდიოდი, მე ლექციაზე მოვიდოდი, მე წავიდოდი საღამოს და ღამის 12 საათზე ვბრუნდებოდი სახლში. ერთი უხეში სიტყვა მე არ გამიგია იქ. ერთი დინებაზე ლაპარაკი ზედმეტია. დავათვალიერე საზოგადოება და ვხედავ რომ ეს იყო ძალიან მაღალი რანგის ყველა ასაკის, განსაკუთრებით ხნიერები ბევრი იყო. მათ თქვეს რომ ასეთივე ამბავი იყო მაშინო. ტყუილია ეს ამბავი, ასეთი არაფერი არ ყოფილა და რაც თავარია და რაც მე ძალიან მეცა მე თვალში. მეცა კი არა, რაც მინდა რომ გითხრათ. მე ლიდერები შემხვდნენ, წინა გადატრიალების ლიდერები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ისინი ჩემთან ერთად იჯდნენ უზენაეს საბჭოში. და შევეკითხე, თქვენ იგივე საპირებთ ახლა? რაც მაშინ ჩაიდინეთ. არა იცით მაშინ ჩვენ შეგვეშალა, რას თაბარაკობთ, როგორ გეკადრებათ, როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთეს ასე? იმიტომ რომ მხოლოდ ამ პარტიით გავიდოდნენ. აი ამ ნაციონალებით შეეძლოთ გასვლა. გავიდნენ თუ არა, მეორე დღეს დაიწყეს ის, რასაც იქ აკეთებდნენ. ეს მე კარგად მახსოვს და მე არავითარი ნდობა მათ მიმართ არ მაქვს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მათ გვერდზე დადგნენ, რასაკვირველია, მათ პრობლემები ჰქონდა და იმ პრობლემებით მოვიდნენ. და სულ არ მიგვერდებს. ორიოდე წუთით მიმართა ორივე ლაშას პატივისცემით. მე არ მინდა არასწორად ვიქნე გაგებული რასაკითხში. აი გამეორება რო იყო ტელევიზიაში. არ მინდა არასწორად ვიყო გაგებული, მიუხედავად იმისა, რომ ხა ქალბატონ ნათლა და ჩვენ კოლეგები ვართ, შეიძლება ჩვენ განსხვავებული აზრებიც გქონდეს ზოგიერთ საკითხებზე. და მე შეიძლება სრულად დაგეთანხმოთ თავისუფლად, რომ თქვა გამეორება შესაძლოა საჭირო არ ყოფილიყო, რაშიც თქვენ შეამჩნიეთ, რომ გარკვეული დისბალანსი დაირღვა. საქმე ის არის, რომ მე ვაღიარებ, რომ შესაძლოა ერთი გადაცემა ზოგჯერ უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე გამეორება რაღაცისა. იმიტომ რომ ის შინაგანად გაფიქრებს, უფრო მეც გაგაცნობიერებინებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ხელი შეშლა რაშია? ორ სიტყვას გეტყვით, ორიოდე სიტყვით. არ არსებობს და კიდე მინდა მორალი და ზნეობა და ეთიკაზე ვისაუბრო. შეიძლება იცით ვიღაცა ამბობს რომ აი მე რაღაცას ვასწორებ, მე მინდა მშვიდობისადმი მოწოდება და უშად ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთი უნდა ვიყოთ, მე არ და იქ დიპლომატია იყოს, რაღაცა შეფარული აზრი და ეს კიდევ შეიძლება ადამიანმა გაიგოს. მაგრამ ხელი შეშლა აშკარად არის ის რა სიტყვებს ხმარობს ოპოზიცია. ოპოზიცია ხმარობს და მე არ მინდა დავასახელოთ, თქვენ თვითონ იცით, ზოგჯერ პოეტური შეკითხვა იცით, რომ პასუხს არ მოითხოვს ხოლმე, დავასახელებ უბრალოდ აი X, Y, კოლელო, ბანდიტო, სისხლის მსმელო და მე არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაინც ვიტყვი ბოდიში, მთელი საზოგადოება მიყურებს, შენი დედის და მე არ ვაგრძელებ. აბრევიატურასავით რო გამოვთქვა. ეს არის ყოველა დაუტანელი. აი ხელი შეშლა რაშია? ეს არ შეიძლება. შეიძლება საბაბი ჰქონდეს ამას, მაგრამ არის ნორმა, არის მიმართვის წესები, არის ურთიერთობა ადამიანთა შორის. შეიძლება ესე და ერთსაც გეწყვით. აი სააკაშვილმა გუშინ გააცხადა ყველაფერს ვაპატიებო და მე ეჭვით შემეპარა სადღაც რომ როგორ შეიძლება ყველაფერს პატიება. არსებობს ცოდვა ისეთი რომელიც არის დამამძიმებელი და ცოდვა რა ქვია იმას მომაკვდინებელი. ხო?
ზოგიერთი რამ მართლა შეიძლება შეუნდოს ადამიანმა, ზოგჯერ დიპლომატიურად თქვა შეუნდოფა, მაგრამ მე აღარ შეუნდოს. ეს უკვე მზაკრობის წესებია და ამას საზოგადოება განსჯის. მაგრამ ნამდვილად არ შეიძლება დაივიწყო ილიას რასაბრალებდნენ იცით თქვენ, რომ ქართლის სიავეს ამბობს და არ უყვარს და თქვენ გონიათ იმას გული არ ტკიოდა, ცხადია ტკიოდა და დაკოდილი იყო ის. ასია. აი ეს არის ხელისშეშლა, როცა ყოველად მიუღებელი ნორმები და ზნეობრივი ყოველგვარ გადაცდენილი, სხვას გადაცდენილი წესებით თქვა ეს არის ჩემი საზრით ხელისშეშლა. უწმაწური სიტყვების ხმარება გინება, მე მგონი არც ხო, არავის არ შეიძლება თავისუფლება სიტყვა. შევეხეთ ერთგვარად პოლიტიკური კულტურის საკითხს. გასაკვირველი ძალიან მზარია საქართველოში. ხაი რა დონეზეა დღეს პოლიტიკური კულტურა საქართველოში? საერთოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ პოლიტიკურ სპექტრში მოღვაწე ადამიანი მეტნაკლებად ფარისევლობს. მაგალითად, ყველა ეს მემარჯვენე პარტიები საქართველოში ფაქტობრივად ყველა მემარჯვენე არის, ყოველ შემთხვევაში ჯიხს სამხრივით ცემენ ხოლმე მკერდში. უცბად სოციალური საკითხები დაინტერესდა, იმიტომ რომ დავინახეთ, რომ სოციალური საკითხი ძალიან რთული არის. ისინიც, ვინც სრულიად ლიბერალური კაპიტალიზმის ქადაგებლები იყვნენ, ყველანი გაგიჟდნენ უცბად ამ სოციალურ საკითხთან დაკავშირებით. ასეთივე ფარისევლური დამოკიდებულება მთლიანად პოლიტიკურ სფეროში ეკლესიისადმი მე ვიტყოდი. ყველა ცდილობს რაიმენაირად თავისათვის მოახდინოს ეკლესიის ინსტრუმენტალიზაცია. ძალიან სამწუხარო არის, რომ ამას ვხედავთ ყოველდღიურად ნებისმიერი პარტიის მხრივ, მაგრამ ამავე დროს ეს ამომრჩეველზე როგორ მოქმედებს? ეს ამომრჩევლის დონესაც განსაზღვრავს ალბათ. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი ძალიან გაუნათლებელია და უკულტუროა და ამ ფარისევლობას დაიჯერებს. სამწუხაროდ ხშირად ასეთი შტაბეშლება მრჩება მე. მე კი მგონია, რომ ასე არ არის ხოლმე და არამხოლოდ სოციალური საკითხების გამო იყო ის ხალხი გამოსული ქუჩაში და ეს შეცდომაა, რომ ჩვენ თქვათ, რომ მხოლოდ სოციალურმა საკითხებმა გამოიყვანა ადამიანები ქუჩაში. აქ არის მთელი რიგი პრობლემებისა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. და ასაკვირველია, აი ესეთი დამოკიდებულებას ხედავს მოქალაქე, რომ მას ცდილობენ რომ მოატყუონ, იწვევს საერთოდ პოლიტიკისადმი მტრული დამოკიდებულებით და ცვლის, რომ ყველა პოლიტიკოსი რაღაცნაირად ჭუჭყიანი არის, გასწრილია და ასე შემდეგ. ამას ხელს უწყობენ თვითონ პოლიტიკოსები. რწმენა პოლიტიკური ელიტისა საქართველოში არის, მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში საკმაოდ დაბალი. ამის გამო არის მაგალითად არიან ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებსაც თქვათ არ მოსწონთ ამჟამინდელი ხელისუფლება, მაგრამ სრულად დაბნეულები არიან და არ იციან მაგალითად ვის მისცენ სხვას ხმა. და ეს ასაკვირველი იმაზე მეტყველებს, რომ არანაირ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში მკვეთრად გამოკვეთილი სახე არ აქვს. და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ძალიან მდარე დონეზე არის. ისევე როგორც მე ვიტყოდი, ახლა ალბათ ქაბატონი ათელა და ბატონი თენგიძე ალბათ გაამართლებენ იმას, აი რატომ არ არის სინამდვილეში უნივერსიტეტის ავტონომია საქართველოში? იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლებას დაჭირდება, მაშინ შესაძლებელია, როგორც დღეს მოხდა, მაგალითად რექტორი გამოვიდეს და იყოს ესეთი კრება, როგორიც მაგალითად დღეს იყო. მე ვფიქრობ, რომ ესეც არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში. მაგალითად, კი ბატონო. შეიძლება ბატონო მახურა უნივერსიტეტში ხო. რაც შეეხება უნივერსიტეტის ავტონომიას, უნივერსიტეტი დიდი ხანია ავტონომიურია. რაც უნივერსიტეტი არა, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ბატონო ლაშა, მე თქვენ გიცნობთ, თქვენ მამას ვიცნობდი, მე მას პატივს ვცემდი, ყველაფერი. ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში, მეგობრებიც ყოფილვართ ახალგაზრდობაში. და თეატრის დირექტორი რო იყო, უბილეთოთ გვიშვებდა. მეგობრებს მოგო ჩვენ უნდა წავიდეთ. მეგობრებს უბილეთოთ გვიშვებდა ლოჟაში, პარპარეზე და ასე სპექტაკლებზე. ასე რომ მე უცხოარა ხარ ჩემთვის. აი რაც შეეხება უნივერსიტეტის ვითომდაც მოჩვენებით დამოუკიდებლობას, არ არის ასე, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ თვითონ.
კი ბატონო, მაგრამ აი რამდენად მორალურად გამოთქმებას მიგაჩნიათ, რომ თქვა რექტორი გამოდის, რექტორს რასაკვირველიც მოქალაქეს აქვს სრული უფლება ვინმეს მომხრე იყოს, მაგრამ ფაქტიურად ეწევა პარტიულ პროპაგანდას და შენ ხომ ვიცით რომ არ არსებობს საქართველოში არც ერთი რექტორი, რომელიც მაგალითად ოპოზიციოს დახმარებას გაუწევდა თქვა, გამოვიდოდა ბალანსირებაზე რომ ვისაუბროთ, რომ რომელიმე რექტორი მოაწყობს მაგალითად ამაზე ვსაუბრობ მე რომ თითქმის ყველა ესეთი რექტორი საქართველოში დანიშნულია. საქართველოში არ არსებობს რეალური თვითმმართველობა. აი ეს მთლიანად აი ეს არის იმაზე, რაზეც ვსაუბრობს არა მარტო ჩვენი ოპოზიცია, არამედ უცხოელებიც, რომ ადმინისტრაციული რესურსი არის პირწმინდად ამოწურვამდე გამოყენებული. არა, გთხოვთ ძალიან რომ დამამთავრებინოთ ის რისი თქმაც მინდა. არა, მე უფრო აქცენტი არა, დიახ. რეფორმა ჩატარდა ხომ? ძალიან კარგი რეფორმაში რა იყო კარგი, რომ გამოცდები გატანილი იქნა გარეთ და არ იყო საშუალება იმ საშინელებისა, რაც ხდებოდა. ეს ხო ფაქტია. ბავშვები მოვიდნენ, აი ჩვენ ამასთან გვაქვს საქმე, მე განცვიფრებული ვარ. რა ბავშვები მოდიან? კი, მე მყავდა საუცხოო სტუდენტები, მაგრამ ძირითადი მასა იყო ინერტული. ეხლა მოდის აქტიური, იმიტომ რომ თვითონ ჩააბარა. არც დედას ურბენია, არც მამას ურბენია, აი როგორც ჩააბარა, ისე მოხდა. ამავე დროს არის აქტიური და მომთხოვნი თქვენს მიმართ. ეხლა უყურეთ მაგრამ არის სასწავლო პროცესი, რომელიც ჩვენ გვაფიქრებს, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი ასეთი დიდი და სწრაფად ჩატარებული რეფორმა იწვევს სასწავლო პროცესში მთელ რიგ სიძნელეებს. აი, როდესაც ეს სიძნელეები დადგა და ამ სიძნელეებზე გვინდოდა ლაპარაკი, ჩვენ მიგვითითებდნენ იმაზე, სამინისტროზე. ეს სამინისტროდან მოდის. ნუ რასაკვირველი გავბრაზდებოდით სამინისტროზე. როდესაც ჩვენ მოვთხოვეთ სამინისტროდან მოსული ბრძანება არ აღმოჩნდა. მე გითხრეს რომ სამინისტრომ სიტყვერად გითხრა. ჩემო ბატონო, ისეთი სუფთა საუნივერსიტეტო საკითხები, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეკითხება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენვალე კოლეგებმა ჩააგდეს. ძალიან ავტონომიურად სხვათაშორის. თქვენ თუ გონიათ რომ ეხლა მოხდა ეს ყველაფერი არა. დიდი ხანია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი განიცდის კრიზისს. ელემენტარული რამ. აი ამას წინათ უნივერსიტეტის პროგრამები მტკიცდებოდა და ის პროგრამა უნდა დამტკიცდეს საბჭოს დომაზე. ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს დომაზე მტკიცდება პროგრამა. გამოდის პროგრამა ასეთი სახელწოდებით: ირანულ ენათა შედარებითი გრამატიკა. სამკითხველი არსებობს, მაგრამ სმენელი არ არის. იცით რატომ? კურსები არ იკითხება. რატომ არ იკითხება, როგორ ფიქრობთ? არ იკითხება ირანისტიკაზე სანსკრიტი, არ იკითხება ავესტა, არ იკითხება ძველი სპარსული, არ იკითხება ფალაური. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იკითხებოდა და რატომ მოიხსნა თავის დროც? იმიტომ რომ სანსკრიტის სამკითხველი ზვიადისტი იყო. ასეთი რამე მომხდარა უნივერსიტეტში და ეს შიდა საუნივერსიტეტო პრობლემა იყო სამწუხაროდ. ის რაც ჩვენ გვეკითხება, ჩვენ არ შეგვიძლია ის გავაკეთოთ. აი ასეთი მდგომარეობა. უნივერსიტეტი ალბათ საერთოდ ავტონომია უნივერსიტეტს აქვს, მაგრამ უნდა გამოიყენოს. უნივერსიტეტი და იქ უნდა გამოიყენოს, ჩემო ბატონო, ხომ უნდა გამოიყენოს. ტრიბუნა პროპაგანდისა უნდა გამოიყენოს ეს ავტონომია უნივერსიტეტმა. აქვს და არ ვიყენებთ. ან არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ, ან არა და მიჩვეული ვართ, იცით რაღაცას მიჩვეული ვართ. თქვენი აზრისაა გახლავთ ამასთან და უნივერსიტეტის თემა კი ბატონო, მაგრამ რადგან ბატონმა ლაჟამ ბრძანა უნივერსიტეტის ავტონომიის შესახებ, მე ვალდებული ვარ, ავტონომია უნივერსიტეტს აქვს, მაგრამ მას ჩვენ ვერ რექტორის ჩაბამულობა. მე მინდა ერთი ციტატა უკაცრავად. თქვენ რომ წაიკითხოთ, სამართლებრივი შეფასება
7 ნოემბრის მოვლენების შესახებ თქვენ სხვა აზრის იქნებით. გადავიდეთ სწორედ ამ საკითხზე. ლაშა, მე წავიკითხავ ერთ ამუნარით სტატიიდან, ეს ჟურნალ ნელში ინტერნეტში გამოქვეყნდა. ვფიქრობ, ეს არის ლინკოლ მიჩელის სტატია. ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული მთავრობის ხელში უფრო ძლიერი ექნებოდა, მეტი ყურადღება რომ მიენიჭებინა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. აი, რა სიტყვით ამ ფრაზის შესახებ ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? გასაგებია ხო? სწორია, რასაკვირველია. ამ სტატიას აქვს სათაური დემოკრატიის შუქურა თუ ხაჭაპურის რესპუბლიკა? ხო, არ ვიცი ახლა ეს სტატია არ წამიკითხავს ახლა. ამ შემთხვევაში იცით რა არის? ჩვენ თლაც კონტექსტიდან რომ არ ამოვარდეთ და რომ დაუბრუნდეთ არა ასე ვთქვათ არჩევნების თემას, რომელიც ვფიქრობ რომ აქტუალურია და ვფიქრობ რომ ისეთ ფაზაში გადავიდა, სადაც მე მგონი საზოგადოების წარმომადგენლები ბევრს უკვე ახალს ვერაფერს იტყვიან. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს უნდა დაეთმოთ და ასეც არის დრო. თავისთავად უნდა ითქვას ის, რომ ახლა ჩემი პოზიცია მინდა გამოვთქვათ, უკვე 2 სიტყვით შეგვიძლებთ რომ დავახასიათოთ. აი ლაშამ თქვა, რომ თქვათ რაღაც არ ჩანს კონკრეტული თქვათ გეზი, თქვათ ამა თუ იმ პოლიტიკური ასე ვთქვათ კანდიდატისა, ნაწილობრივ შეიძლება დაეთანხმო, ნაწილობრივ შეიძლება არა, მეტნაკლებად რაღაცეები ჩანს. ყოველ შემთხვევაში 2 სიტყვით ისიც მინდა ვთქვათ, პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობდით და ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაზე. ეს საერთოდ პოლიტიკოსების პრობლემა არის, არ დამყოფთ იმათ, როგორც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოპოზიციონერებს, ახლა უდიერად ესაუბრებია ჟურნალისტებს, ამის ახლა უამრავი და ერთმანეთსაც ჩვენ გვახსოვს, როდესაც ბოიკოტს არ უცხოდებდნენ ერთმანეთს, როგორც ემატყება იყო ხოლმე პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ძალიან მივესალმები ყოველ შემთხვევაში იმ ფაქტს, რომ 150 კაცამდე შემცირდება პარლამენტის წევრთა სია და ბეროთ რომ ნაკლები ვარაუდი იქნება იმისა, რომ შეიძლება იქ რაღაცა ჩხუბი მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ცალკე საკითხია. მე ყოველ შემთხვევაში 218 კაცი არის, 150 ხარისხზე არ ხო, არ ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში ეს ამას მივესალმები და იმედია, რომ ყოველ შემთხვევაში ის თუ კი სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი და ის იძლევა ასეთ ის მაჟორიტარი დეპუტატის მხოლოდ პარტიული სიებით არჩევს. ხო, ნუ ეს ესეთი სპეციფიური თემაა და საკეთება. ამ შემთხვევაში თუ კი ის იძლევა დაპირებას, რომ ის მნიშვნელოვნად შეცვლის იმ სპექტრს, პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც იყო აქამდე და რომელმაც ფაქტია, რომ შექმნა გარკვეული პრობლემები, თუნდაც სოციალური თვალსაზრისით ეს ხდება ძალიან კარგი. ეს ასეც უნდა იყოს, ბუნებრივია, მან მისცა თავის ამომრჩეველს პირობა და ეს უნდა აღასრულოს, იმიტომ რომ ჩვენ ისევ დავინახეთ ის ხალხი, რომელიც არის სრულიად ოდიოზური, დაწყებული კირკიტაძეთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეხლა მეორე რიგში. ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მართლაც ხელისუფალების პრობლემა იყოს, რომ ის ქმნიდეს კირკიტაძეს ან შეიქმნას აღარი კირკიტაშვილი, მაგრამ ნუ იმედია რომ ასეთი დამოკიდებულება აღარ იქნება, იმიტომ რომ სწორედ ეს აი ამ ასეთ შეცდომათა კომპლექსი ქმნის საბოლოო ჯამში კრიზისს. ასევე იმედს ვიქონიებ რომ ის პარლამენტარები, რომლებიც უკვე 15 წელია პარლამენტში არიან და კაცმარიცის რას აკეთებენ, ახლა კლუბას აღარ ვიხილავთ, მაგალითად უამრავ პარლამენტარს ახლა არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს თქვა რა საჯაროდ რა ფუნქცია აქვს და რა ასე თქვა სოციალური პასუხისმგებლობა აქვს აღებული თუნდაც ნიკოლ ეკიშვილს. ახლა არაფერს არ ვეჭვი პირველად, მაგრამ ნუ ახლა ეს ადამიანი რაც თავი მახსოვს სუპარლამენტში ან ვანო ჩხარტიშვილი და ასეთი ხალხი მაჟორიტარები, რომელიც თავის ძროზე პრობლემა იყო, როდესაც შედიოდნენ პარლამენტში და როდესაც ეს მაჟორიტარები დარჩა, თუმცა ეს ძველი ამბავია, იმედია რომ ეს ხალხი აღარ იქნება მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის შეცდომა, რომელიც და სააკაშვილმა ეს ფრაზა თქვა და ძალიან კარგია რომ ეს მისთვის არის გაკვეთილი და ის აღიარებს თავის შეცდომებს, თუნდაც ერთი ოქრუაშვილი რა დღის მის შეცდომად და მე სამწუხაროდ ეჭვი მაქვს რომ მხოლოდ ოქრუაშვილი არ იყო გამონაკლისი და კარგი იქნება მან გადახედოს სხვებსაც თავის გარემოცვაში და ამ ხრივ ყურადღებით მოიყიდოს. თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით მე მახსოვს, როდესაც სააკაშვილი პირველად ხდებოდა პრეზიდენტი, ჟურნალისტებს მოგცათ პირობა რომ აი რამდენიმე ხნის შემდეგ ერთ წელიწადშიო დავიაროთ თქვენთან ერთად ეს ჩემი მინისტრებიო და სხვადასხვაო და შევამოწმოთ მათი ქონება როგორი არისო. შემთხვევაში როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ პოლიტიკოსები როგორ ექცევიან და გმო აქვე რასაკვირველია პოპულისტიკოსთა
ასეთ გამოხტობებს ჟურნალისტების მიმართ, ჟურნალისტებსაც მოგეკითხებათ თავისთავად ცხადია პასუხისმგებლობა. ესენი უნდა ნებისმიერი სახით და არ ვიცით უკვე ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ არ უნდა იყოს ამის პათეტიკაც. ნებისმიერი სახით, რაიმენაირი სახით კარგი იქნებოდა რომ აი ეს პრეზიდენტის დაპირება შეგეხსენებინათ მისთვის. ყოველ შემთხვევაში ეხლა ნამდვილად გონია რომ ასეთი პრობლემები იყო ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ რომ არიან უამრავი ადამიანები და არიან ასეთები რომლებიცაც ასეთი სახის პრობლემები, კორუფციული პრობლემები და პირადი მომხოჭელობის პრობლემები არა აქვს ხელისუფლებაში, მაგრამ ვიმეორებ რომ არ ამგონია რომ მხოლოდ ოქრუაშვილი ყოფილიყო ასეთი. და სხვათა შორის აქვე ესეც მინდა ვთქვა ეხლა, როდესაც თუკი ოქრუაშვილზე ვისაუბრებთ, ორიოდესე თქვა და იმიტომ რომ მისი განცხადებებიც იყო ერთგვარი კატალიზატორი ხალხის ქუჩაში გამოსვლისა და სხვა შორის მის განცხადებებზე როგორი განცხადებებიც არ უნდა ყოფილიყო ეს თუნდაც ჭორები და თუნდაც ბოდვა მის განცხადებებზე სრულიად არაადეკვატური რეაქციები თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან თუნდაც ეს თუმცა ეს სხვა საკითხი ახლა აღარ მოყვები ამ ძვლის გახსენებას ოქრუაშვილი როდესაც დაინიშნა სხვა შორის მე ბევრს არ ახსოვს ეს ამბავი ძალიან უცნაური ფრაზა თქვა რომ მე აქ გენერალურ პროკურორად მახსოვს მან თქვა ასეთი რაღაცა მე აქ მინდა აღვადგინო ვახტანგ რაზმაძის დროინდელი პროკურატურა. და მაშინ შოკში ჩავარდი მახსოვს ვახტანგ რაზმაძე არის ასე ვთქვათ კომუნისტი ამას მოყვა პრესაში მძაფრი რეაქცია. პროკურორი ეს ცნობილი თუნდაც ვთქვათ თვითნავის ბიჭების ამბები სოციალიზმის რამდენი კონკრეტული ხმა მოიღო იმდენი რაღაც ბოდის ვიხდი ამ გამოთქვისათვის და რაღაც შარში გაიხვია თავისთავად და ეს ვიყავდა. მაგრამ არ ამგონია რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი ყოფილიყო ვფიქრობ რომ ოდიოზური ხალხი და საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ხალხი, როგორც ჩინოვნიკები სააკაშოს ხალხი და ძალიან კარგია თუ კი ის დაპირებას გვაძლევს და იმედია რომ ეს დაპირება მისი გამარჯვების შემთხვევაში თუ კი რასაკვირველია გაიმარჯვებს ეს დაპირება შესრულდება. იმიტომ რომ ვფიქრობ რომ სხვაებიც შეიძლება რაღაცა ამ გვარცობებში თუნდაც მხოლოდ კორუფციულში ვერაფერს ვერ დავამტკიცებ ეს მხოლოდ თუ კი საერთოდ არსებობს ასეთი რაღაც ეს გვარი სოციალური ინტუიცია მალაპარაკებს. მაგრამ არ მინდა მხოლოდ ეხლა ბოდის ვიხდი ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ასევე სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც. რა შემახსენა ეს? ცხადია რომ თქვა ოპოზიციის რაღაც ნაწილი ეხლა რამდენიმეზე ვისაუბრებ ეხლა განსაკუთრებით ოდიოზურებზე კი არა შედარებით უფრო არა ავტორიტეტულებზე და არა რეიტინგულებზე არ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში დროს არ დავხარჯავ რა კი დრო მინდა გამოვიყენო შესაბამისად აი გაჩეჩილაძის ფრთაზე რო ვისაუბრო კარგი იქნებოდა რომ თავიდანვე გამიჯდოდა ის ბადრი პატარკაციშვილს ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა ცხადია რომ აქვე ისიც მინდა ვთქვა რომ ეს ფრთა გულწრფელად მიუხედავად ჩემი პირადი სუბიექტური დამოკიდებულებისა და ვთქვათ კანდიდატის მიმართ და საერთოდ მისი ასე ვთქვათ ძმის მიმართ და ასე შემდეგ თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი ცხადია რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა თუნდაც სიბრტყობრივი თვალსაზრისით თუნდაც მე ესეთი სტაბილიზება რჩება რომ აი ეს ფრთა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ინტელექტუალზე დგას და პირდაპირ ვიტყვი ეს არის ტინა ხიდაშვილი და დათო უსუფაშვილი ასე რომ მე მგონი რომ ალბათ ჯობდა რომ უფრო მათზე გაეკეთებინათ რომელიმე მათგანზე გაეკეთებინათ მათ არჩევანი ეს მიუხედავად ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებისა ეს ჩემი აზრია და შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა იმიტომ რომ თუნდაც გუშინდელი გადაცემიდან გამომდინარე ფაქტია რომ ძალიან ძლიერია სააკაშვილის გუნდი ძალიან ძლიერი არის თუნდაც მისი პრემიერ-მინისტრი ახლა მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს ეს ასეა და არის ძალიან სუსტი ვთქვათ მეორე მხარეს ვთქვათ აი ამავე პრემიერ-მინისტრის კანდიდატი უკაცრავად ასევე ლაშასაც მინდა გამოვეხმაურო ძალიან დიდი ბოდიში ძალიან ბევრს ვლაპარაკობ პრემიერ-მინისტრი იყო პირველი კანდიდატი ოპოზიციიდან შესაბამისად ალბათონის სალომე სურაბიშვილი შესაბამისად ასევე ვთქვათ გამყრელიძის მიმართ რომელსაც თავისი ზომიერი ვთქვათ პოზიციის გამო თუნდაც ოქრუაშვილის მიმართ მართლა ვიტყვით მის და მის სიმპათიითაც განვეცხე მაგრამ აი ესეც ლაშა მამაზე ისაუბრა ამას ვამბობ ესეც დამოკიდებულება რაღაცა აი ეს მონარქიის იდეასთან რომელიც ცოტათი აბსტრაქტულია და დაუხვეწავია სრულიად და ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ პოლიტოლოგები უნდა დასწდნენ და აუხსნან არ ვიცი ნუ ყოველ შემთხვევაში აუხსნან საზოგადოებას რა არის კონსტიტუციური მონარქია რა შეიცავს კონსტიტუციური მონარქია როდესაც ხალხს არ აქვს შენიშნით რომელი პოლიტოლოგები ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა აუხსნათ რომ ეს არის ჯერ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ნუ ვეძებთ მუდმივად გამოსავალს ფორმებში თავარია შინაარსო
მასობრივი გამოსავალი. ხომ ეხლა მეფე ერქმება, ასე ვთქვათ, ადამიანს, რომელშიც არის კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ დაბალანსებული ეს არ არის ალბათ ჩემი სალაპარაკო, ეს არის პროფესიონალების სალაპარაკო. და კონსტიტუციური მონარქიის თემა, ეკლესიის სპეკულირების თემა, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანდიდატს, არამედ თითქმის ყველა კანდიდატს. დაანებონ თავი ამ ეკლესიას, დაანებონ თავი ეკლესია არის ცალკე ინსტიტუტი, ამით სპეკულირება, ამით კეკლუცი ეკლესიის თემით არის ჩემთვის პირადად არის ძალიან შემაწუხებელი. იმიტომ რომ ლაპარაკი იმაზე მოდივართ რომ ებრძვიან ეკლესიას, ინგრევა ეკლესიები, ეს არის პათეტიკა, ეს არის სპეკულაცია, ეს ასე არ არის და ცხადია და არის ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ თემებს, იმიტომ რომ არავინ არ ებრძვის ამდენი მორწმუნე და ასეთი ამდენი ეკლესია აღდგენილი და ძალიან კარგი ეს არასდროს არ ყოფილა საქართველოში. მაკდონალდშიც კი არის სამარხო მენიუ და ტელეფონში შეგიძლია პატრიარქის გადადეგდებელი მოისმინო. ასე რომ აი ეს პათეტიკა, აი ეს სპეკულაცია ამ თემებზე არის აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი და იმედია რომ თუმცა ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ საერთოდ აი ეს რიტორიკა უნდა იყოს უფრო კონკრეტული და არა პოპულისტური. უფრო კონკრეტული და არა პოპულისტური. ასე რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაზე იყო საუბარი და ეს ვფიქრობ რომ ასევე ძალიან სერიოზული გასაანალიზებელია. ვიმეორებ ძალაუფლების კონცენტრაცია, თავარია რომ არ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია, რომელიც დავარქვათ ამას ცენტრალიზირებული მმართველობა სხვა, ეს ქმნის პრობლემას და არა ის, რას დავარქმევთ ხელისუფალს და ვის მიმართ იქნება საზოგადოება მლიქვნელურად და მისი გარემოცვა განწყობილი. იმიტომ რომ ისტორიას ახსოვს თუნდაც პრემიერ-მინისტრები, რომლებიც იყვნენ დიქტატორები, ხომ? ეხლა ამიტომ არა გამოსავალი ვიმეორებ, არა ფორმაშია და არა ზედაპირზე, არამედ შინაარსში. მოდის ვიხდი ამ ძალიან ემოციური გადაყვანას და ვერ ვასწრებდი, იმიტომ რომ ძალიან დასახელება შეცდომა ირაკლი ოქროაშვილი. აი თქვენ რა შეცდომებს ხედავთ ხელისუფლების მუშაობაში? ხელისუფლების რასაც იქ საუბარი არის სტატიაში, ალბათ რახანს დემოკრატიის არაშენებდა საქართველოს. მართლაც არაფერი ამ ხრივ დიდი არ გაკეთებულა. ერთი ზუსტი დავამთავრე. კი ბატონო, სიამოვნებით. თქვენ როგორ მიგაჩნიათ ბატონო ლაშა? დემოკრატია ადვილი ასაშენებელია, დემოკრატიული ინსტიტუტები განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდე თავი ვერ დაუღწევია, აი ძლივს გავიყვანეთ ჯარისხო და ისიც ვერ დაუღწევია რუსეთის სოციალისტական აი იმ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ადვილი ასაშენებელია. ეს რიტორიკა მე მესმის ძალიან დიდი ხანია საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, მას შემდეგ ჯერ ავაშენოთ სახელმწიფო ჯარი ასე შემდეგ და მერე დაიწყო დემოკრატიის შენა. მე თქვენ გეტყვით არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიველთვითა და რომელიც ჩვენ იდეალად წარმოვიდგენია, არ აშენებულა ასე რომ ჯერ ეს ავაშენო, მერე ეს ავაშენო. დემოკრატია თუ თავიდანვე არ ავაშენე, მაშინ ძალიან ძნელი გახდება შემდეგში აშენება. მთელი პრობლემა ჩვენი დემოკრატიისა ის არის, რომ ტოტალური კონტროლი უნდა ხელისუფლებას, რომელიც დღეს ჯერ კიდევ სათავეში არის და ეს ტოტალური კონტროლი გამოიხატება ამ შეერთ ტუალეტის ჩამრეცხავამდე ფაქტიურად თუ არ არის პარტიულად ერთგული, არცად არავინ არ ენიშნება მაგალითად. სადავების მოშობა ძალიან უჭირს ხელისუფლებას. იგი ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც აი ამ ერთ პარტიული სისტემის მსგავსი სისტემა იქნება საქართველოში. და გარდა ამისა, აი ამ ერთ პარტიაშიც არის უაღრესად პატარა ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს იღებდა. თუ კი აი ეს დაინგრევა, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს სხვა პარტიების პრობლემაც იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში იმათი და დღემდე ჩვენ საქართველოში ვერ ვნახეთ, რომ აი ეს შიში რომ გაუშვან სადავეები, რომ ადამიანებს მისცენ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება და პარტიციპაციის საშუალება დემოკრატიულ ინსტიტუციებში, ეს საქართველოში დღემდე სამწუხაროდ არ მოხდა. მე იმედი მაქვს, რომ ამ განვითარდება საქართველოში, სულ ერთია ვინ იქნება ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებაში, არც ერთი მთავრობა არ არის მარადიული და აი ამას მიხვდებიან, რომ არ არის საჭირო შიში საზოგადოებას, ხალხს უფრო მეტი უფლებები მისცენ, დემოკრატია ქვემოდან შენდება და არა ზემოდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მე მგონია დემოკრატიის შენებლობისა, რომ ვენდოთ ხალხს, რომ ისინი თვითონ, ანუ მაგალითად, უბრალოდ ამას ვიტყვი, თვითმმართველობა რომ საქართველოში ფუნქციონირებდეს, მაშინ და ქვია, ბევრად უფრო ადვილად იქნებოდა საქართველოს მართვა, მაგრამ არ გვინდა ჩვენ ეს ფუნქციონირებს, არ არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც მართლაც გულით შესტკივათ ამაზე და ამის სრულიად მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით ბატონი ლაშა საუბრობდა ერთპარტიულობაზე საკადრო პოლიტიკაში და აგრეთვე პრობლემებზე დემოკრატიაზე. ძალიან დიდი შანსი, მართლა მთელი გულით 2003-ში, როდესაც რევოლუცია მოხდა, მეგონა რომ
ეს ადამიანები, რომელიც ახლა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მეგონა რომ ისინი ბევრად უფრო გახსნილები იქნებოდნენ, ბევრად უფრო დემოკრატიულები იქნებოდნენ, ბევრად უფრო ნაკლებად შეშინებულები იქნებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. ეხლა რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მე სავსებით ვიზიარებ თქვენ აზრს. აქ არის უდაოდ არათუ შეცდომა ისეთი პოლიტიკური იქნება ეს თუ პროფესიონალური, არამედ გარკვეული ზნეობრივი შეცდომებიც არის. არიან და ეხლა ამას ვერ გაექცევი ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ღირსნი იმისა, რა ფუნქციაც აგისრიათმა და რაც ევალებათ არავითარ შემთხვევაში. ამაში სავსებით გეთანხმებით. მე უბრალოდ იმედი მინდა დავიტოვოთ, ეს ჩემი შინაგანი რწმენა ჯერ არ არის, მაგრამ ფიქრი არის მიმართული იქითკენ, რომ სულ ოდნავი გადახვევა გამოცხადა საპარლამენტო არჩევნები, დასახელდა გარკვეული კანდიდატები, რა უნდა ქნას სახელმწიფომ, უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები. არის რამდენიმე კანდიდატი და უნდა ჩატარდეს. ფორმა იმისა, რომ არ ჩატარდეს, არ შეიძლება. ქვეყანა დარჩება ყოვლად უკონტროლო მდგომარეობაში, ანუ უნდა ჩატარდეს. ეხლა მეორე მომენტი არის, რომ ვინ როგორ შეასრულებს იმ ვალდებულებას. არ ვამბობ მე ძველ ვალდებულებებზე, იმიტომ რომ სულ ამაზე მეტი საპილირება, რომ აი არ შეასრულეს ეს და მათ შორის ბევრია მართალი, მაგრამ რო არ შესრულდა, თავად ისინი, ვინც ამას ხას უსვამს, არიან ამაში მონაწილეები. და ეხლა მინდა უბრალოდ იმედი დავიტოვო, რწმენა არ არის მეთქი ჯერ ეს კიდევ, რომ ის რაც გაცხადდა გუშინ, აი თქვა კადრებთან დაკავშირებით, შეცვლასთან დაკავშირებით, მე ამას მოვერი, ველოდები. ყოველ შემთხვევაში სურვილი მაქვს ნამდვილად იმისა, რომ მოხდეს გარკვეული ცვლილება, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყანასა და საქმეს. ეხლა რაც შეეხება ერთ მომენტს, აი ჩარეცხილებზე მინდა უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვა. მე შემხვდა ამას წინათ ძალიან ახლობელი უნივერსიტეტში ამხანაგი უნივერსიტეტის მუშაკი, უნივერსიტეტის ლექტორი და მიესალმეთ და მე უცებ ჩაჯდა კონტექსტში აი ეს ჩარეცხილები. მე უბრალოდ მიმართე მას. ეს ჩემი შეხედულება არ შეიძლება სუბიექტური. შენ გძნობ მეთქი თავ ჩარეცხილად? მითხრა კიო და გამიკვირდა. იმიტომ რომ მე ვერაფრით ვერ მივიღებდი იმის ჩარეცხილობას. რომ გამიაზრებინა რომ ეს ჩარეცხილი მიმართული იყო იმისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე არასდროს არ მიგზნია თავი ჩარეცხილად ამ შეფასების მიუხედავად. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა, საერთოდ ვამბობ, ხო, არც თქვენ, არც ძალიან ბევრი, მაგრამ გუშინ სააკაშვილმა პირდაპირ დეფინიცია გააკეთა, ვის გულისხმობდა ჩასარეცხებში. თავისთავად ფორმა შეიძლება არ ვარგა ნამდვილად და შეიძლება უფრო კულტურული ფორმა მოიგონო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მართლა კულტურაზეა დამოკიდებული და ყველა ამოვარდება ხოლმე რანაირი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს ზოგჯერ ამის ვთქვათ გაფიქრებისაგან. ისე რომ ეს არ არის მიმართული მისადმი, ვინც მე ვერასდროს ვერ მიგზენი თავი ჩარეცხილად. მაგრამ არიან ადამიანები ქურც ქუდიეჭვისო, რომელიც ამას იგრძნობს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა აბსოლუტურად გეთანხმებით, უბრალოდ პრეზიდენტმა არ უნდა თქვას, ეს არის როგორც თქვენ გაღიზიანებთ, თუმცა რომელიღაც ოპოზიციური კანდიდატი ჟურნალისტს ასეთივე მიუღებელი შეიძლება ერთი გითხრათ. თუმცა მე მესმის თქვენ ნათქვამში არის ნამდვილი, მაგრამ მე სტუდენტთან მაქვს დამოკიდებულება და გარწმუნებ. ეს არის ჩემი წამსი, უკვე წამსი. რანაირი სტუდენტიც არ უნდა შემხვდეს. აი სტუდენტი ხშირად იძახის, მე მაქვს უფლება, ხო? ხშირად ამბობენ, უფლება აქვს ყველას, თქვა, მაგრამ ცხადი აქვს მოვალეობა. აუცილებლად მოვალეობაც, მაგრამ თუნდაც იმ სტუდენტს, ვინც მოვალეობას არ ასრულებს, ვინც არ ასრულებს თავის ფუნქციას, მე პირადად ვერასდროს ვერ ვეთქვი იმას, თქვენაც ბრძანეთ ეხლა, რომ პრეზიდენტმა არ უნდა თქვას, არც ლექტორმა უნდა მიმართოს სტუდენტს ისე, რომ მისი შეურაცხყოფა გამოვიდეს. არ უნდა მიმართოს, მაგრამ ეს არის ხანდახან წამოწნილი სიტყვა და ამის მოკიდება და ამაზე და ამას აღიარებს სააკაშვილი თქვა. მე აი ამის მჯერა რომ მან აღიარა და აი წეგან გითხარი. ესე იგი ვთქვათ პრინციპში რომ ბოდიში აი დავასრულებ ერთად და მე წეგანად ვთქვი მე
მინდა რომ ესე იყოს და როგორ შესრულდება აღდგომა და ხვალ ნახავთ ეს როგორია მართლა გზნობით და გუჩი შეცდომებს აღარ დაუშვებს ხო თუ არა ვიცი ჯერ თუ არ დაუშვებს ძალიან კარგი ხო ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამ დემონსტრაციებმა 2 ნოემბრის შემდეგ 7 ნოემბრამდე რომ იმართებოდა ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო რომ აი ესე შეიცვალა და დაინახა ხელისუფლებამ რომ თუნდაც ესე იგი რა შეცდომები დაუშვია ისე იგი ხო შეიძლება ვთქვათ რომ ისე იგი ძალიან კარგი იყო ეს დემონსტრაციები გარანტია იმისა რომ შეიძლება იფიქროს კი გამოდანათელა მოიტანა ამ დემონსტრაციებმა დადებითი შედეგი დადებითი შედეგი იმ თვალსაზრისით მოიტანა რომ 4 წელი გამოდის იმიტომ რომ დადებითი კი ბატონო ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი შედეგი მოიტანა პირველ რიგში იმიტომ რომ საზოგადოება მიიღო თუნდაც პოლიტიკური დებატები ერთი მხრივ რომელსაც რატომღაც ბოიკოტს უცხადებდა ხელისუფლება გაუგებარი მიზეზების გამო და მეორე თვალსაზრისით მიიღო ბადრი პატარკაციშვილის რეალური სახე ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოება დარჩა მოგებული ორმაგი თვალსაზრისით იცით რა არის ის დადებითი შედეგი ის იყო რამდენად იყო ხო დადებითი კარგი ბატონო დავარქვა დადებითი შედეგი კი მე მესმის რაც გაქვეყნობაში და გეთახმებით მაგაში მაგრამ დადებითი შედეგი შეიძლება ძალიან ძვირად დაჯდომოდა ქართულ ხალხს აი ეს რატომღაც გათვალისწინებული არ არის ზოგჯერ მაგრამ ის რომ გამოვლინდა რამზადდებოდა დღიდან მისი მოსვლისა საქართველოში და დღიდან მისი მოსვლისა იმიტომ რომ ერთ-ერთმა მათმა მომხრემ პირდაპირ მოსკოვიდან ტელეფონით უთხრა თავის კოლეგას რომ ამდენი ხნის სამუშაო როგორ ჩააგდეთო მაგრამ უკაცრავად ერთუთას მე უკაცრავად სამში არა პრეზიდენტი სამში აღარ იქნება 7-ში ყველაფერი დამთავრდება აი 7-ში მე პრეტენზია მაქვს მთავრობის მიმართ ძალიან კარგი მე როგორც მოქალაქეს პრეტენზია მაქვს რას უყურებდა მთავრობა და როგორ მიუშვა ისინი რიყემდე როგორ მიუშვა შენ თუ მთავრობა ხარ თუ სახელმწიფო ხარ უნდა დაიცვა მოქალაქეები შეხომ იცი ეს რითი დამთავრდებოდა თქვენ იცით რომ იქ სამარშრუტო ისინი ავტობუსები დაცალეს ხალხისგან და ხალხი რიყისკენ გაუშვეს რა შეიძლებოდა იქ მოხდარიყო ბატონო ლაშა მან ვერავინ ვერაფერს ვერ შეაჩერებდა ტყუილია დაპირისპირება მიაღწევდა ფიქს და იქ იქნებოდა სისხლის ზღვრა რაში გადაიზდებოდა მე ვის უნდა მოთხოვო პასუხი მე მთავრობას მოთხოვ ეხლაც ვთხოვ პასუხს როგორ მიუშვა რიყემდე შეიძლებოდა მათთან მე არ ვიცი როგორ გინდა ისე გააჩერე კი ბატონო თუ დაგარტყავს და თუ იქ რა არისო ესეთი შემთხვევები და არ იყო შემთხვევები, როდესაც პროვოკაციულად შეიძლება ქონდოდა ამას ადგილი, რა 91 წელს მე რაც უყურე, მე ჩემი თვალით უყურე იმ პროვოკაციებს, ხომ? საშინელება იყო. რითი დამთავრდა 30000 ახალგაზრდა დღეს აღარ არის საქართველოში. ჩემი სტუდენტები წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ, რომელ ომში მიდიოდნენ, ხო ვერ მეტყვით. მე მესმის ჩვენი აღშფოთება, მესმის თქვენი აღშფოთება, მაგრამ მაპატიეთ მე შეიძლება ამას არ უნდა ვიხსენებდე, მაგრამ რატომ არ აღშფოთდა არავინ, როდესაც 6-ჯერ თუ 5-ჯერ დაილაშქრა სამეგრელო, განა ის საქართველო არისო? რატომ არავინ ვინ აღშფოთდა? თქვენი აღშფოთება მარტო რას მიწევს? თქვენ რატომ არ აღშფოთდა არავინ, როდესაც ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში წავედით დასალაშქრად თუ ტანკები მივაყენეთ იმ სოხუმს რატომ არ აღშფოთდნენ ასევე აი ასეთი მძაფრი აღშფოთება რატომ არ იყო ნუ შეიძლება თანდათან საზოგადოება იკრებს პოლიტიკურ ცოდნას პოლიტიკურ მიდგომას საკითხებისადმი მე წლებისწინებელი ისტორიას არავის დასჯას არ მოვითხობ ჩემო ბატონო მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანმა თქვას შევცდით მოხდა ეს
და გვაპატიოს უფალმა ეს მაინც ვთქვა რა. ეს პარალელი 91-12 წლების მოვლენებთან. თქვენ ძალიან ახალგაზრდები ხართ. აი ამ პარალელის კონტურები ესეთი მკაფიო იყო. ჩემთვის არა, ხო, ყოველთვის პარალელის გავლება ძალიან ჭირს ხომ, შეგვიძლია რასაკვირველია, მაგრამ მე ხლა მგონია ეს და მეორე მხრივ საქართველოში რა, ისე იგი ძალიან პოლიტიკური კულტურა არ გაიზარდა, ხშირად ჩანს ხოლმე, თუნდაც იგივე დემონსტრაციები როგორ მიმდინარეობს, მე შიმშილობები როგორ მიმდინარეობს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ერთხელ ხელისუფლებას სხვა შანსს არ უტოვებს საზოგადოებას მასთან საუბრისა, თუ არა დემონსტრაციაზე გასვლით, მაშინ ხელისუფლებას რასაკვირველია ამაში დამნაშავე არის. მე იმედი მაქვს, რომ რომელი ხელისუფლებაც არ იქნება საქართველოში, ბევრად უფრო გახსნილი იქნება მომავალში საკუთარი ხალხისადმი და უფრო კარგად მოისმენს ამას და ექნება რაღაცა გარკვეული საზოგადოება შეიმუშავებს დროთა განმავლობაში გარკვეულ მექანიზმებს, როგორ უნდა უთხრას თავისი აზრი ხელისუფლებას და როგორ უნდა საჭიროების შემთხვევაში უნდა აიძულოს ის ამა თუ იმ საკითხის საზოგადოების თვის კარგად გადაჭრა. და საერთოდ რა ქვია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობ და ამ პოლიტიკურად მომწიფებელ სიტუაციაზე საქართველოში და ხშირად გვესმის ხოლმე რომ ის იტყუება, ის ფარისეველია და ასე შემდეგ, დღეს სრულიად შემთხვევით წავაწყდი ასეთ პატარა ციტატას, რომელიც ბოლესლავ პრუსა აქვს დაწერილი თავის ფარაონში, სადაც ერთ-ერთი ქურუმი ამბობს, შეიძლება ვთქვა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი იყო, ქურუმი ამავინ იყო. ჩვენ არავის არ ვატყუებთ. ყოველი ადამიანი თვითონ იტყუებს თავს, რა კი იმის განმარტებას არ მოითხოვს, რაც მისთვის გაუგებარია. როდესაც ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისაგან, ჩვენი პოლიტიკური ელიტისაგან, სხვადასხვა ინსტიტუციებისაგან, ყველაფერი გასაგები და გამჭვირვალე გახდეს და ჩვენ ამ პასუხს მივიღეთ, მაშინ მე მგონია, რომ საქართველოში დემოკრატია მეტ-ნაკლებად უკეთეს გზაზე შემდგარი იქნება. ლაშა, მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა ლაშა და შემდეგ მადლენ თენგიზი გაასრულებს. რას ელოდებით 5-ში და შემდეგ 6-ში? 5-ში მარჩევნებს თუ არ გადაიდო და იმედია არ გადაიდება და პირადად რას ველოდებით, ნუ მალაპარაკებთ პირად თემებზე, ზოგადად ამას ველოდები, ცხადია, ნუ 6-ში მე იმედი მაქვს, რომ ცხადია ქართული საზოგადოებამ მოიკიდება თავის არჩევანს პასუხისმგებლობით. ეს ძალიან სერიოზული თემაა. მე თავიდან ზემოთაც ესაც ვთქვი და კვლავ ამ აზრს დავუბრუნდები, რომ აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რომ დღეს ჩვენ გქონდეს ნდობა არჩევნების მიმართ და იმიტომ რომ ამის კონტროლის არსებობს უამრავი კომპონენტი მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად უამრავი კრიტიკული დამოკიდებულებისა და უნდა შევეჩვიოთ ქართული საზოგადოება უნდა შეეჩვიოს ეცეთ რა არის არავის არ უყვარს კრიტიკა არც პრეზიდენტს არც პოლიტიკოს არც თქვენ არც მე მაგრამ განსაკუთრებით არ უყვარს აი ამ ბირთვს რომლის ნაწილიც ჩვენა ვართ ქართულ საზოგადოებას მაგრამ ქართული საზოგადოებაც არა კრიტიკა როგორ არ გვიყვარს გააჩნია კრიტიკებს თუ რაღაცნაირად რეაგირებთ ამაზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოება თავის არჩევანს უნდა მოეკიდოს ყოველთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით იმიტომ რომ ეს არის საბოლოო ჯამში მართლაც ძალიან პათეტიკურად ჩანს ეს და ბოდის ვიხდი ამისათვის მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმიტომ რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს ყველაფერზე როდესაც ვაძლევთ ამა თუ იმ კანდიდატს მანდატს მაშინ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას შემდგომ 4 თუ 5 წელიწადზე ან შემდგომ განვითარებებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმიტომ რომ მართლაც არ შეიძლება მხოლოდ ბუნებრივია რომ თქვათ ერთი მხრივ ჩვენ მეორე მხარე იყოს დამარცხებული და ამის აღიარება უნდა შეეძლოს დამარცხების აღიარება უნდა შეეძლოს დამარცხებულ მხარეს ვიმეორებ ეს იქნება სააკაშვილი თუ ეს იქნება გაჩეჩილაძე თუ ეს იქნება ნებისმიერი სხვა კანდიდატი ეს არის ძალიან ოპოზიცია არ აღიარებს ხო სწორედ ამას ვამბობ ქალბატონო ნატელა ეხლა როდესაც 6 იანვარი გათენდება და იქ ახლა ცვალებადი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე მერაბ სეფაშვილი რო დაამღერებს სააკაშვილის გამარჯვებისას და იქიდან ოპოზიციასაც ყავს თავის მომღერლები ისინიც რო იმღერებენ ეხლა ჩვენნაირმა ასე ვთქვათ მოქალაქეებმა რა ქნან ხო ამ შემთხვევაში არსებობს უამრავი კომპონენტი სწორედ ამას ვამბობ დამკვირვებლების თვალსაზრისით ასევე პარალელური დათვლების თვალსაზრისით ჯერ ერთი კვლავაც გავიმეორებ არ ამგონია რომ ხელისუფლება თუ კი ასეთი სულელია ეს ხელისუფლება
რომელიც იმავე შეცდომას გაიმეორებს, რა შეცდომას დაუშვა ედუარდ შევარდნაძემ, მაშინ ცხადია აი რატო ასეთი რთული თქვა აღიარება, ეს არის დამარცხების აღიარება არ შეუძლია თუ ამ დამარცხების საფუძველი არის ამის გამოსვლება არ არის. ნახო 91 წლიდან ჩვენ ტრადიციად იქცა 91 წლიდან, მაგრამ დამარცხებას რაიმე შიშის საფუძველი ხო სწორედ ამას გულისხმობ. რას პირველი წლიდან ქალბატონო მონათერა, რას პირველი წლიდან. შესაბამისად ძალიან დიდი გამოსვლება. მამდე არჩევნები არ იყო, მაგრამ დამონებულ ხალხს რას ატყო? არა, ნუ ყოველ შემთხვევაში 91 წლამდე არ იყო ასე. ხომ და ამოვიდეთ ამონოვიდა როდესღაც. ბატონ თაგის 5 და 6 იანვარი. მე ვიტყოდი ერთ სიტყვას თქვა. კონსტანტინე გამსახურდი ერთ ადგილას ამბობს იცით დიონისოს ღიმილში, მე ნუ ამგიდებ საარსამჯის ცოდვას, მე ჩემი ცოდვებიც მეყოფა. მე მგონი ეს უნდა გაითავისოს ხელისუფლებამ ისე და ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს რომ ყველაფერს ნუაბრალებს ხელისუფლებამ კი უნდა იგრძნოს რომ მაგრამ ცოდვებიც აქვს ისიც საკმარისია დაუშვათ მე ხუთში არ ველოდები გამარჯვებას ოპოზიციის მხრიდან არ ველოდები ეს ჩემი სუბიექტური აზრია ველოდები 6-ში სრულ სიმშვიდეს პირადად ეს ჩემი შეხედულება ჩემი აზრია და ამაში დაჯერებული ვარ ძალიან ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ნუ რაც არ უნდა იყოს და რაც შედეგიც არ უნდა იყოს. მე ქუჩაში არ გავარ და ყველს არ დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა. მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ თენგიზ კიკაჩეიშვილი, ნატელა ქუთელია, ლაშა ბუღაძე და ლაშა ბაქრაძე. ჩვენ საუბრობდით, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდზე და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ნახვამდის.